ჩვენ ხვალ პარლამენტის ხმობა აუცილებლად უნდა გავხსნათ და დავიწყოთ და მიმუშაოთ, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან დიდი ალბათობით ჩვენ ხვალიდან მოგვიწევს უკვე იმ რეჟიმში გადასვლა, როდესაც პარლამენტში შემოსული მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენის და გადაწყვეტილების მიღების ვადა ითვალისწინებს შვიდდღიანი ვადა რომ ჩაითვება. როგორც ჩანს, ხვალველით ჩვენ ამ დაწყებას, ამ პროცესის. იყო კონსულტაციები ამ დღეების განმავლობაში პოლიტიკურ ჯგუფებთან, ფრაქციებთან და შემდეგ, ვიცით დაახლოებით დამოკიდებულება უმცირესობის, ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების, ცხადია მათ სურთ მოусმინონ მთავრობას და განიხილონ მათი პროგრამა პლენარულ ხმაზე განხილვამდე. ეს შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ასეთ დროს იმართება ხოლმე კომიტეტების მიერ მოსმენა შესაბამისი მინისტრების და მათი პროგრამის მათი ნაწილის, ასევე პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოსმენა. ჩვენ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სამი პოლიტიკური ჯგუფის მოსმენის შესადგენი გრაფიკი, ეს არის უმრავლესობა, უმცირესობა და თავისუფალი დემოკრატები, რომელსაც ცალკე ფრაქციულად სურთ ამ განხილვაში ჩართვა. აგრეთვე გვაქვს ჩვენ კომიტეტები, რომლებიც ამ პროცესში ერთვებიან ხოლმე, ხან ინდივიდუალურად, ხან კოლექტიურად. ეს არის კომიტეტების გადასაწყვეტი, მონათესავე დარგების კომიტეტები ატარებენ ხოლმე ერთობლივ განხილვას. ან შეიძლება ცალკე განიხილოს ვინმე. ამიტომ ეს პროცესი არის გასამართი. ამ განხილვების შემდეგ იმართება პარლამენტის ბიურო, რომელიც შეაჯამებს განხილვის შედეგებს და პარლამენტის ბიუროს ჩატარებიდან მეორე დღეს არის შესაძლებელი უკვე პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. საკითხი იხილება კანონის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით, ანუ მოხსენებელი კითხვები, გამოსვლელები, ფრაქციები და შემდეგ იმ წესით და ბოლოში არის კენჭისყრა განხილულ საკითხზე, ანუ მთავრობისთვის თობის გამოცხადების თემაზე. წინასწარი კონსულტაციებით, რაც ჩემთვის ცნობილია, არის მზაობა იმის თაობაზე, რომ თუ ხვალდილით ჩვენ გვეცოდინება, ანუ ხვალდილიდან თუ ეს პროცესი დაიწყება, ხვალვე ჩატარდეს ეს განხილვები კომიტეტებში და პოლიტიკურ ჯგუფებში და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებდით შაბათს პლენარული სხდომის გამართვას. ვინაიდან ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული, მე გეუბნებით იმას, რაც ამ წუთში ინფორმაციის სახით არის ცნობილი, განზრახულობათა სახით და არა დოკუმენტალურად, ჩვენ შეიძლება ამ წუთში ვყარათ ვერ თქვათ ეს, მაგრამ უკვე უნდა დავიწყოთ დაგეგმა. ამიტომ დღეს პლენარული სხდომის განმავლობაში და შემდგომაც მე კიდევ მექნება საუბარი პოლიტიკურ ჯგუფებთან, კომიტეტების წარმომადგენლებთან, რომ დაახლოებით გრაფიკი ჩვენ გქონდეს მზად და ხვალ დოკუმენტის შემოსვლის შემდეგ ჩავატაროთ ბიურო და გადავიდეთ ამ საკითხების განხილვაზე. ეს ნიშნავს შაბათს პლენარული სხდომის ჩატარებას, რომელიც თაობაზე ჩვენ ხვალ პლენარულ სხდომაზე თუ ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას ამის თაობაზე და ეხლა ამის გათვალისწინებით უნდა შევხედოთ ჩვენს დღის წესრიგს. იმიტომ რომ განხილვების დაწყებამდე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა პლენარული სხდომის რეჟიმში ვიმუშაოთ. გასაგებია რომ შემდეგ უკვე გადავდივართ სხვა რეჟიმში. იმის გათვალისწინებით რომ მთავრობის წევრები ჩამოსასვლელნი იქნებიან თბილისიდან, ესე იგი დილით 9 საათზე განხილვის დაწყება მთავრობის მოსმენა ალბათ არარეალისტურია. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დილით უფრო ადრე დავიწყოთ პლენარული სხდომა და ჩვენი თემები გავიაროთ, თქვათ პირველ საათამდე და მერე უკვე ვიყოთ მზად განხილვისთვის. აი ეს არის ჩარჩო, მაგრამ ცხადია ყველა საინტერესებს უფრო ზუსტი გრაფიკი რომელ საათზე როგორ. ამაზე სამუშაო რეჟიმში დღეს შევჯერდეთ და უკვე ვიყოთ მზად ხვალისთვის.